პარლამენტის შენობის მიმართულებით პიროტექნიკის გამოყენებაში უკანონობას ვერ ხედავს ოპოზიცია. იმის მიუხედავად, რომ ფოიერვერკის გამოყენება მანიფესტაციებზე უკვე კანონით აკრძალულია. მმართველი გუნდი კი განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას კონკრეტულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აკისრებს. ვერ ვიტყვი, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია იყო. ეს დღე ეკუთვნოდა და ეკუთვნის ქართულ ხალხს, თითოეულ დემონსტრაციით იყავით და არა რომელიმე NGO-ს ან პირობითად საელჩოს წარმომადგენელს. როდესაც პიროტექნიკას იყენებ კონკრეტული შეტევისათვის, შენობის და მით უმეტეს ადამიანის დასაზიანებლად, ამას ვერანაირად ფეერვერკს ვერ დავარქვით. ფეერვერკია უსამართლობისა, რომელსაც ჩადის მაგალითად კონკრეტული ქვეყნის ელჩების ჯგუფი. მაგრამ გადატანითი მნიშვნელობა თვითონ ამ სიტყვისა ფეერვერკი გასაკვირველი ამ შემთხვევაში არის ზუსტად გამოსაყენებელი. უსამართლობის ფეერვერკს ვადევნებ თვალყურს. ორმაგი სტანდარტის ფეერვერკს ვადევნებ თვალყურს და არც იმას მოველი რომ ვინმე დაგმობს. ამას მით უმეტეს არაერთი შეფასებით ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც შიდა ტერორიზმი, როგორც ტერორისტული აქტი. როგორ არ გსხვენიათ? კიდე ახალისებთ ახალგაზრდებს, რომ მეტი ძალადობა ჩაიდინონ. მეტი პიროტექნიკა გამოიყენონ, რომელიც აკრძალულია კანონით და მეტი საციხოდ გაუხადოთ საქმე. მე არ ვიცი, განსაკუთრებით აქტიურია გერმანიის ელჩი. ბობო, ხო არ გავაძევებთ კაცო. როთის მეგობარია, როთის პარტიის წევრია, შოლცის პარტია. დაიშალა, ჩამოინგრა. დამარცხებული პარტიის წარმომადგენელი რევოლუციას გვიწყობენ, აკაც გაგიგიათ ესეთი რაღაცა. დაგმობა არ მოხდება, იმიტომ რომ ხდება ამ რადიკალური დაჯგუფებების წახალისება კონკრეტული საელჩოების მხრიდან, კონკრეტული ელჩების მხრიდან და ის, რასაც ხედავდით ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში, თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში, საპარლამენტო შენობაზე თავდასხმა, ეს რა თქმა უნდა არის ამ ადამიანების წახალისებული და გარედან დაფინანსებული.